პავლე მოციქულის წერილი გალატელთა მიმართ. თავი მეხუთე. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ. მაშ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ, თუ წინა დაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან. და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც აპირებს წინა დაცვეთას, რომ ის ვალდებულია მთელი რჯულის შეასრულოს. თქვენ, რომლებიც ცდილობთ რჯულით გაიმართლოთ თავი, განეშორებით ქრისტეს და სწყდებით მადლს. ჩვენ კი სულით რწმენისაგან იმედით მოველით სიმართლიანობას. რადგან ქრისტე იესოში ძალა არ აქვს არც წინა დაცვეთას, არც წინა დაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას. კარგად მიდიოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას. ეს მოსაზრება იმისგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდათ. მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. მჯერა მე თქვენი უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. მე კი, ძმებო, თუ კი კვლავ ქადაგებ წინა დაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები, მაშინ ჯვრის საცთური მოიხსნებოდა. ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთებელნი. თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. რადგან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ. აჰა, ვამბობ, მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულის თქმებს. რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს იწინააღმდეგებიან, რათა ვერ აკეთოთ ის, რაც გსურთ. თუ სულით დადიხართ, რჯულის ქვეშ აღარ ახართ. ხორცის საქმეები აშკარაა, ესენია გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, კერპტმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება, შური, ლოთობა, გაუმაძღვრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მithქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ხოლო სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, კეთილგანწყობა, სიკეთე, ერთგულება, უშფოთველობა, მოთმინება. ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეულივ ნებებთან და გულის თქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ ვიქნებით ცუდმედიდურები, ერთმანეთის გამღიზიანებლები და ერთმანეთის მიმართ შურიანები.